მარტივი კითხვა მექნება, რა განსხვავება ბრიუსელსა და მოსკოვს შორის? ხო, თუ ვინმეს არ ესმის, რა განსხვავება არის საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა კავშირის შორის, ასახსნელი არაფერია, მე რა გესმის? რა უნდა, ვის უნდა აუხსნა და რა უნდა აუხსნა, რა განსხვავება იმპერიას შორის, რომელმაც ოკუპაციის შედეგად დაიკავა რუსეთის იმპერიის ტერიტორიები აღადგინა და ტოტალიტარული იდეოლოგია დაამყარა ევროკავშირის იდეოლოგიისგან, რომელიც არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ყველაზე საინტერესო პროექტი დედამიწაზე, ამერიკა მაინც ცოტა სხვა რაღაცა არის და ევროკავშირი არის სწორედ სახელმწიფოების დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაერთიანება, სადაც ჩვენ გვინდა შესვლა, ჩვენი სურვილი არის ეს და საერთოდ უცნაურია პროვოკაციული და პროპაგანდისტულია მათი განცხადება დირექტივაო, რომ ცოტა სცოდნოდოთ ევროკავშირის სამართალი და ასეთი სპეციალობა ცალკე არსებობს და მეც უნივერსიტეტში ვსწავლობდი სპეციალურად განხრით ევროკავშირის სამართალს, ევროკავშირი იმართება დირექტივებით სწორედ, მაგრამ ეს დირექტივები არ მოდის ადამიანისგან, ან ადამიანთა ჯგუფისგან, ეს არის სისტემური დოკუმენტებზე, ანუ ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებზე დამყარებული კონკრეტული მიმართულებები იმისთვის, რომ ქვეყნები, ვისაც წევრობა უნდა და წევრები, შეესაბამებოდნენ ერთიან პოლიტიკას. მაგრამ იქ ყველაზე პატარა ქვეყანას და ყველაზე დიდ ქვეყანას თანასწორი უფლებები გააჩნია და ჩვენ ამას ვხედავთ ფაქტზე, როცა პრორუსული რეჟიმები, მოსული პოპულისტები უნგრეთში და სლოვაკეთში დღეს მთელ ევროკავშირის პრობლემებს უქმნიან. შესაბამისად, ანუ ახლა მარტივი რო ავიღოთ, ხო, ახლა მოსკოვიდან მოდიოდა დირექტივაო და ახლა ბრიუსელიდან მოდის რო ამბობს. ხო, ახლა საბჭოთა კავშირში ვინ მოგცემდა შემოქმედებას მოსკოვის გადაწყვეტილებები დაგებულობა. ეს მართლა დირექტორი საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება აგერ ეხა გერმანიის, საფრანგეთის და სხვების გადაწყვეტილებას ბლოკავს უნგრეთი და სლოვაკეთი. საბჭოთა კავშირიდან შენ გასვლის უფლება არ ქონდა ევროკავშირში შესვლა რომ მოგინდეს ჯერ იმდენი კრიტერიუმი მაასტრიხტის კრიტერიუმები უნდა შეასრულო რომ განსხვავება თან ის არის რომ საბჭოთა კავშირში ჩვენ დებით არ შევედით და აქ ჩვენ გვინდა შესვლა. აქ ჩვენ გვინდა შესვლა და ძალიან რთულია. მაგრამ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ის არის რაც შეეხება ხო უვიზო მიმოსვლას. აშკარად პირდაპირ თქვენს უარი ამ ყველაფრის შესრულებაზე. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ სექტემბერში უკვე დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას. ეს შეეხება თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და იქნება კატასტროფული შედეგების, იმიტომ რომ ეს ეხება ძალიან ბევრ სფეროს ჩვენი ცხოვრების. სამწუხაროდ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ პოლიტიკა ეს არ არის სადღაც შორს, ეს არის ჩვენი ყოფითი ცხოვრება. მაგრამ თუ ამაზე ქართველი ხალხის რეაქცია არ იქნება სათანადო, ძვირფასო მოქალაქეობა შემდეგი ეტაპი იქნება უკვე SWIFT-ის გათიშვა, ეკონომიკის გათიშვა, სრული იზოლაცია და დღეს რომ ბევრი ფიქრობს, რომ პირადი თავისი ბიზნესით იქნება დაკავებული და პოლიტიკა არ აინტერესებს, ჩამოიშლება მთლიანად ეს ბიზნესი. მთლიანად ჩამოიშლება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა, ექსპორტი, ტურიზმი. აქ რო არ იყოს SWIFT-ის სისტემა, საერთოდ ტურიზმის სფერო მოკვდება საქართველოში. რას ნიშნავს ეს რიგითი მოქალაქისთვის? რამდენი ადამიანის კეთილდღეობა არის დამოკიდებული ტურიზმზე. შესაბამისად, მაგალითად და ექსპორტზე ჩვენი სოფლის მეურნეობის და ამ შემდეგ. ამიტომ უნდა მიხვდეთ, რომ ასე ვერ გაგრძელდება რუსი ოლიგარქის ხელისუფლება და ეს ჩრდილოეთ კორეიზაცია ჩვენი ქვეყნის უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩვენ ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან წინსვლას ახლა იარაღით მომარაგებით და ომის საფრთხე კიდევ უფრო შემცირდება, საქართველოს კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება, როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ წაიწევენ და ამის ფონზე ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს და რუსი ოლიგარქის ხელისუფლება უნდა დასრულდეს. აბსოლუტურად ვეთანხმები დავითს, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც ეს ყოველდღიურად ჭირდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო და რეგულარულად იყენებდა და აი ამ ადამიანებისთვის დღეს კომფორტული შეიძლება ყოფილიყო ის, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევენ, მაგრამ ამავდროულად უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. პოლიტიკაში არ ერევიან, მაგრამ SWIFT-ით და MasterCard-ით და Visa-ით სარგებლობენ. საბანკო სტაბილურობა გვაქვს, ეკონომიკის სტაბილურობა გვაქვს. როგორც კი ეს ყველაფერი ჩამოიშლება, ამ ადამიანებისთვის და ეს ადამიანები არიან უმრავლესობა ჩვენ საზოგადოებაში რეალურად. ნათელი გახდება, რომ ეს აღარ არის პოლიტიკა, პარტიების რაღაცა მსჯელობა. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეხება ყველა ოჯახს, ყოველდღიურ შენ შემოსავალს და შენ საშუალებას საერთოდ ოჯახი ყავდეს და შვილები ამ ქვეყანაში. ამიტომ ნათელი არის, რომ მოსახლეობას ექნება ამაზე რეაქცია, რა თქმა უნდა, ჩვენი კაპიტალიზაცია არის ცალკე თემა, ჩვენ ამას როგორ ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო გამწვავდეს პროცესი და აქტიური გახდეს მათ შორის პროტესტი კიდევ უფრო, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ აქ არის კიდე ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლის პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ. ეს პოლიტიკა ძალიან მალე იქნება მზად
პარალელურად უვიზოსი და SWIFT-ის და სხვა პროცესების სანქციების დაემატება ამას გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების კიდევ უფრო სერიოზული სანქციები, ეკონომიკის ჩამოშლა ქვეყანაში სამწუხაროდ და სოციალური წლეხის შეცვლა და ამავდროულად არჩევნები, რომლისკენაც მივიდოდათ, ხომ კაფიოდ იყო უკვე განცხადებული ევროკავშირის რეზოლუციიდან, ევროპარლამენტის და სხვა მიმართულებებით, რომ არავინ არ აპირებს ამ არჩევნების აღიარებას. სამწუხაროდ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ ძალას, რომ შეცვალონ თავისი პოზიცია და არ მიიღონ ამ ვითომ არჩევნებში სიცრუეში და სიყალბეში საერთოდ მონაწილეობა. ეს უმნიშვნელოვანესია. ეს არჩევნები უნდა იყოს არალეგიტიმურად გამოცხადებული და რა თქმა უნდა რეჟიმი ამით მხოლოდ და მხოლოდ კრიზისს გაიღრმავებს. გასაგებია, ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ არის, ვაბანკზე არის წასული, მაგრამ ამ ვაბანკის პირობებში, როცა დასავლეთი ირანში იმარჯვებს, ეხლა უკვე უკრაინაში იმარჯვებს, რუსეთს საერთოდ თავისი პრობლემები ექნება ძალიან მალე. ეხლა ტრამპი თუ დაიწყებს იმ სანქციების გამოყენებას, რაზეც საუბრობს რუსეთის მიმართ, და ამავდროულად იარაღის მიწოდებას, რუსეთს ხო არ გონია ავღანეთში საბჭოთა კავშირი დამარცხდა. ვინ რა რუსეთი? რუსეთის საბჭოთა კავშირს ვერ შეედრება იმხელა სისტემა იყო აწყობილი საბჭოთა კავშირში და ავღანეთმა დაშალა საბჭოთა კავშირი. ისე არ გააკეთონ ეხლა რომ უკრაინამ დაშალოს საერთოდ რუსეთის სახელმწიფო და ბიძინა ივანიშვილს აქედან გასაქცევი ექნება, იმიტომ რომ დღეს როგორც იქცევა ვაბანკზე მიდის. ჩვენთან კი არ მიდის ვინმესთან. ქართულ ხალხთან მიდის ვაბანკზე. არ შეიძლება ესე მოქცევა. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ისტორიაში ესე არ იქცეოდა არსებობს პოლიტიკაში წესები.